არ იყიდება შვილი, არა, ეს ერთ იარშიკსა 25 კილო, 25 კილოვანი იარშიკსა უნდა 3 ლარი. და ვერ აყიდი ვერც იმას 3 ლარად. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასული წლის შემოდგომით მიღებული ვაშლის მოსავალი ჯერ კიდევ გასასაღებელი აქვთ, თუმცა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება უწევთ. საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე ხელისუფლებამ გლეხები უამრავი პრობლემის წინაშე მარტო დატოვა. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრებლებს სასოფლო სავარგულების დამუშავება წელს გასულ წელთან შედარებით გაუძვირდათ. გლეხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ვაშლი არ იყიდება შვილო. ვაშლები არ იყიდება. ყურადღებას არავინ არ ვაქცევს. თავრობა ერისთვის გვინდა. ხო ავირჩიეთ, ხო მოვიდნენ. დაგვეხმარონ ამ გლეხებს, ხო ცოტონებად. და დანარჩენი ეხლა ყველაფერი პრობლემა ამ ქვეყანაზე. ხო კარგად იცით. ხალხს ისევ ძველი ტანსმელიაცია და ერთ ახალს არავინ არაფერს არ აყიდულობს. სულცელი ერთი გაიწყო იმას აფიქრობ. ეს დროი ყველაფერს აჯობია. მაგრამ ვის აჯობია იცი? აი ჩინოვნიკები თუ საჯობია. და ღმერთმა თაფლად შეარგოთ. ეგენი ყოფილან, მაგათი მამა-პაპა ყოფილა თურმე. იმ მურმაყრუს რო დახვდნენ, იმ შაჰაბაზს რო დახვდნენ და მაგათ გადაურჩენიათ საქართველოს. ჩვენ არაფერს არ წარმოადგენთ ეს ქართველი ხალხი. მაგათვინა ვართ და ნაგავი. საწვავი ჯვირია. ხალხს ფული არ აქვს რომ იყიდოს საწვავი და დაამუშავოს ნაკვეთები და ვერ აქვთ არა მეტი საშუალება არ აქვს. საწვავი მაინც უნდა გაიაროთ რა, ანუ მოხნას ვერ შეძლებენ. ვერ შევძლებთ. მეტი წილი ვერ შეძლებს მოხნას. ნაკვეთის დამუშავებას ვერ შეძლებს. მარტო მოხნა ხო არ არის იმას. მანამ დარგავდა მანამ 5-ნაირი პროცესის ჩატარება უნდა. ვერაფერი ვერ ახვნანთ, ვერ ავთესანთ, ვერაფერი. აი ამ საათი აი წაგიყვანდა ყურდღლების საბუდარასთან, მგლების საბუდარასთან ჩემი ბაღი. არ არის საშუალება. რა თუ კი რაღაც ერთი ლარი გამოواردება და ხურდაფული გამოواردება რა პური რო ვიყიდოთ ეგ არის მეტი არაფერი. აი ეგ არის დიდი გასაჭირი ჩვენი. ვერ ახვნანთ, ვერ ავთესან და აი ეგრე რა. ვის უნდა მოხრა და ვის უნდა დადასო მაგარი. 80 წლის კაცი ვარ, შვილო და ესეთ იმას არ შევწერი. კომუნისტური დრო იყო, რომ ნეტა მაშინ მამკვდარი იყო. კარგი ცხოვრება იყო მაშინ კომუნისტების დროს. ეხლა არაფერი ყველაფერი გაამძვირეს. რაც მინდა პენსიის მომატება მე რა თმინდა, რომ ახალგაზრდობასა და ყველა ოჯახს უმძვირდება პროდუქტი და ყველაფერი. აი რაც მინდა ისეთი პენსიის მომატება მე. მოსახნავებია თრამია დაბა როგორ მოიყვანონ მოსავალი არა ფული არა ხალხს პრემიები და ხელფასები მაგათვა ხალხში ფული არა როგორ მოიყვანონ მოსავალი არა ჩაზიერება იმას მოწამლა უნდა მოხნა უნდა აკეთება უნდა ძალიან გაჭირებულია ხალხი ძალიან რა შემოათები უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ მხრივ მაგალითად აი ვაუჩერები გამოიღონ ან მოუხნან ხალხს ან რაღაცა თესლი ხო შეიძლება დაურიგონ შთამქიმიკატები დაურიგონ აი ეგეთი რაღაცა რა. რა თუ აი რა შეჭირდება რომ დაგინო. მოიყვან მე საუნა წაიღო. პრინციპში ეგეც ბაზარი არა გაქვს და ბაზარი არა გვაქვს რომ მოიყვან და სადმე გავყიდოთ რაღაცა. ამერიკაში თვითონ გააქვს კაცო. აღარ უნდა და ამერიკაში გაიგე. აი ეგ მდგომარეობა ბაზარი არა გვაქვს. და ბაზარს ვეძებთ. გლეხები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის მხრივ საჭირო ზომებს არ მიმართავს, მიწები დასამუშავებელი დარჩება, სოფელი კი მოსახლეობისგან კიდევ უფრო მეტად დაიცლება.